დაუგარეთ. უხერხულია როგორ დავახუროთ. დაახურეთ. რაშია საქმე? რაშია საქმე ხალხო? რა გინდა რა? დაახურე. დაახურეთ. ეს ხორებოდა ხალე არ სიზამ დევანდელი დღე შენია და შეგჭეს. აწი. აკედვით. ეგ ხო, კარგი, მაგრამ ცოტა ხანს მოიცადეთ რა. მიცვალებულის რა ხარ? შვილი ხარ? არა.
მიშვილი. იშვილი. გერი? არავინ არა. უბრალოდ ეგობარი ვარ. მე ვალ. ევალე. ეგეთი რა ვალი დაგჭა შეგაც. სოლშვილი წავიდა. შენ კი აქ ხარ. დიდი ვალი დაგჭა დიდი. გადაუხდელი. სულ ბოლოს კი აი ეს. ორი ბოთლი კონიაკი წავაგე. ეხლა მინდა გადავხდე. რა ქვია? არტაშა. ამას თედო. მე მიტო. ხოდა თუ ჩემი ძმები ხართ, მომეხმარეთ რა ვალის გადახდაში. როგორ არ მოგეხმარებით, მაგრამ ორი ბოთლი კონიაკი ბევრია. დავთორებით. ერთი დავლიოთ. ერთის კიდევ საფლავზე მოვასხათ. მივარო. როგორ არ მიუვა? მოიწია. მიცვალებულს რა ქვიოდა? სიაგეულ ღრმად პატივცემულო ბანოვანო ქალბატონო ანიკო. აი ეს თქვენი ცალტვინა კაპაბლანკა სახშია. დაბრუნდა. მაშინ ერთი ნახეთ რა. თუ ძალიან ღრმად არ არის ჩაფლული ჩვეულებისამებრ თავის შემოქმედებით საქმიანობაში, უთხარით რომ თქვენმა მეზობელმა გთხოვათ თქო. დაგვდეთ ბატონო პატივი იმ თქვენი ფასდაუდებელი დროის ოქროს ფონდიდან 2 წუთი გამოხავით და ეზოში ჩამობრძანდით. მაგ გადაპრანჭული ქართული სწავლას ერთი სიტყვა სომხური გესწავლა ის გერჩია. კაცი იქნებოდი შეუბედურო. არც აქეთ რომ ხარ და არც იქეთ. ჩადი ბიჭო, იშჩენსავით დაუსტვინე გეძახის. Alo. Wah, prima. ხელი. აი ახლა გამარჯობა. დავი დავბასე არ მოდის? ჰა? დავი დავბასე არ მოდის? დავი დაუბასე. არა. მეზობლებო! რა იყო? მეზობლებო! აი, მოწმე ხარ, სუღელა მოწმე ხარ, აი დავი დაუბასე არ მომიშო. მოწმე, აი ითამაშე შენ, რა გინდა, ითამაშე რა კაცო. მე? ო შენ აბა.
ამხანაგო გეორგ არტავაზის ძევ. სულებს რატომ იწერ? წესია ასეთი. მე ხომ არ ვიცი. უნდა ჩაიწერო. არ ვიცი ჩაწერა. ესე იგი წერა კითხვის უცოდინარი ხარ და უვიცი. აქედან გამომდინარე სულებს მე ჩაგიწერე. შენ კი ბოლოს ან ჯვარი დაუსვი, ან თითის ანაბეჭდი გაუგეთე. თითის ანაბეჭდი გაუგეთე. თითის ანაბეჭდი გაუგეთო რა. პატიმარი ვარ. ლაწირაკო. ამიოკები არ იყოს, გაიგე? მე ხო არ გეუბნები შენ რომ პოლიტეკონომიაში, სახალხო მეურნეობის დაგეგმვაში, დიალექტიკურ მატერიალებს თეორიანები რო ყავს, არა გეუბნები? არა ხო არ გეუბნები, არ გეუბნები. შენ სწავლობ შესვაჯერად? მითხარი. კურსიდან როგორ გადავდივარ? მეც ეგ არ მიკვირს კაცო. ერთი ვერ გავიგე რა. შენ ეგეთი სწავლა განათლება სად მიიღე? ტყვეობაში? რომელ ტყვეობაში ბიჭო? აი იმ ტყვეობაში, აი. ნახტლუღის ადგურს რო გასწდი და როსტოვამდე ორთავ ხელაწეული ვარშას მაგივრად, აი ჰიტლერს რო ვიზახდი, აი ტყვეობაში. გეორგ ბრძენი კაცი აი ამ ლაწირაკს არ აყვე გაიგე აი ამას თორე ერთ კაი ალიყურს გამოგტყუებს და ამ ხელა კაც ეგ ამბავი არ გეკადრება რა აი ხელი მოკიდე ითამაშე აი ხელი მოკიდე ითამაშე აჰა ვარა ქურთული სულა გამიკეთა ნახე სომხური აი სამშობლოს მოღალატისაგან სხვა სულას არც ველოდი რა თავარ ბიჭო სამშობლოს მოღალატე იმიტომ რომ ჰიტლერს ჩაბარდა მარტო მე შენ სხვას რას უყურებ სხვებთან ერთად რო ვიყავი აბა რა უნდა მექნა შახ ვა აი ამ ფიგურას ხელი გაუშვი ჩემია ჩემი და გამოსულიყავი და გეთქვა რომ ამხანაგო ჰიტლერო მე ამ ლაჩრებს ვერ ავყვები აი გარდეს რატომ არ მეუბნები ბიჭო მეფეს გარდეს ვინ ეუბნება ვაი მართლა ბრიყვო შენა აჰა უნდა გამოსულიყავი და გეთქვა რომ მე ამ ჩემს საფირუს ხმელეთ ზურ მოხტო აი რო გაიხდავდა მაიცა ეს სულ პატარობიდან გიცნო აი თითის ტოლა რო იყავი იქიდან მოყოლებულია რა მაიმუნი იყავი და მაიმუნი დარჩი გაიგე იმდენიმე დარვინის დედავატირე რამდენიც ჩვენგან ადამიანი არ გამოვიდეს ევოლუცია რა ევოლუცია არის ევოლუცია აი აქ არა ხარ ნაგლადნაი პასობიე მაშარა და არა ხო სამშობლოს მოღალატე ბიჭო მოღალატე მაშინ ვიქნებოდი ჰიტლერი რო გვერდე გამეყვანა გაიგე და ყურში რო ჩუმად მეთქვა ბატონო ჰიტლერო ამხანაგი სტალინი გეცამანიის ბაღში იმალება მეთქი ბაიცა სადა აი მართლა ერთუჯრედიანო შენ აი ესე იგი არც დივიზიის მოღალატე არა არც ბატალიონის არა არა არც ოცეულის არც ათეული მაიცა თუ წმახარ შენ რა შარზე ხო არა ხარ კაცო თუ ვინმესთვის მიღალატნია ისევ ჩემი ანეტას აი ხორა ისევ ჩემი ანეტასათვის გაიგე ისიც ერთხელ ისიც ქუთაისში ისიც 20 წლის წინათ ისიც მივლინებაში და ისიც ოფიციალ დგასდა გასაგებია არა ფერიც არ არის გასაგები ხელი ხელი გამიშვიოთ ანეტა სანამ
ბაღლინჯოსავით ერთ გამიჭყალეტია ეს უდღეური ესა. 1-2 ლიტრიანი და ზემბელი ჩამოუტანა. ველი გამიშვია? ხა. ო, იცინეთ, ჩემი დროც მოვა, მოიცა? ო და აი სანამ მოვა, ნუ რა. ანელა ჯან 2 ლიტრიანი და ზემბელი ჩამოუტანე რა. გინდა 2 ჩამოიტერეთ, გინდა 5, მე ფული მაინც არა. შენ რა მაინც და მაინც კაცის კლაზე გინდა რომ დამიჭირონ კაცო. რა გინდა კაც შენ? და კაცი არა, ხარ შვილი არა, ყავს? შენნაირი შვილი რომ ყავდეს დღეში 3-ჯერ მოვკლავ, გაიგე? ანეტა! ერთი თუმანიას ეს ღეამ უდღეურს. ჩემ ანგარიშზე. ეგრეო. არაო. ეგ სხვა ამბავია. ბოლო კი კლარას ეთკინზე. ვიცი. პური 25 დეკემბრის ქუჩაზე. კარგი რა. 25 ეს კარგი. ოიცი, ოტელო პური მიყვარს. იაფია და გემრიელი. ნუ ღვინო 5 ნომერი უნდა იყოს, საფერავი. ღვინო ხო. ანეტა! რას მიბრძანებ? არაფერი ანეტა ჯან. ერთი თუმანი 100 მეთქი რა, ჩემ ანგარიში. ხალითებოდა გაიძვერებო. თქვენ მოაწვევთ ანეტა გიორგოდიანს, ვერ მოგართვეს. აი. ეხლა მე აქედან დამეტაკეთ. ხუთნომერს კი არა. ქერძაფსა და სტრიხნინას დაგალევინე. რათა ანეტა ჯან? მე ხომ ვიცი რომ მოლაპარაკებულები ხარ და ფულებს სამციცლით ყოველ კვირას. დიახ. 120 იმანეთი მართებს უკვე ჩემი. ამას შენს ანგარიშს. დასამბო, ანეტა ჯან, აი როგორ არ აქვს ხვენი? მას რატომ ეგარ წააგებს და ერთხელ შენ არ წახვალ ღვინის მოსატანად? ნახე ზაგიორ. ეს ხო ერთი და იგივეა ანეტა ჯან. აი ხლა მე რო წავაგო არა? აი მოსატანად რო წავიდე არა? ფული ხო მაინც შენ უნდა გამოგართვა სულზე უტკბესო. ვინც შენზე თქვა სომეხია. ო. ფულის ყადრი იცისო. ო. რატომ ენა არ გაუხმება? გაუხმება ანეტა ჯან, გაუხმება. ეგრა მოგება. ფული მე უნდა მივცე. უნდა მისე. ბოთლი მე უნდა მივცე. უნდა მისე. საუზმე მე უნდა ვინმე გავუწე. მე რა კარგად აკეთებ ანეტა? ღვინოც მე უნდა დაუსხა. უნდა დაუსხა. თქვენ უნდა დალიოთ, არა? უნდა დავლიოთ, ეგრე ანეტა. დალიოთ. ვა. წადი რა ბიჭო, სანამ გადაიფიქრა რა. ო რა? ჯორგ. ღმერთმა სული გიცხონოს და ეს კონიაკი გაამოს. მიიღე მიტოსაგან ვალი. აჩქარა მივიდა. თქვენი საქართველო ჩემო მიტო ძალიან ლამასა და ჯიშიან პედაურს ახავს ოქროს უნაგირით შეკაზმულს
თქვენ და საუბედუროთ ბიჭო. ეგ ბედაური ისეთ ლამაზ მდელოზე და ისეთ გამოსაჩენ ადგილზეა დაბმული, რომ ყველა გამვლელ გამომვლელს უნდა რომ ზედ შეაჯდეს. სარდლის ყიჟინითა და ვაშას ძახილით გააჭენ გამოაჭენოს. გაჩენის დღიდან ეგრე იყო ჩემო მიდო. მაგრამ მადლობა ღმერთს. თვითონ არის ბიჭო, ეგ ბედაური. ისეთი ფაქიზი. თან ისეთი ფეთიანი. ყველა ნაძირალას ზურგზე არ იჯენს, არა. ხოლოდ ხისეულებს თუ შეისვამს ხოლმე. მაგრამ თუ იმათაც დაკარგეს ბიჭო ზომიერების გრძნობა, თუ კისრის ტეხით გადმოიღებს და დაანარცხებს დაბლა. ჯიგარი ხარ, გიორგ? ჯიგარი. შენ ჯერ პატარა ხარ ჩემო მიტო. ბევრი რამე არის. ეგ ძალიან ბევრი მინახავს ეგეთი ბიჭო. მოგლეთ საოცარი ქვეყანა ეგ თქვენი საქართველო. და მოდი გაუმარჯოს. გაუმარჯოს ზეგო რა. გაუმარჯოს. კამპანიას გაუმარჯოს. აი მოვიდა. გაუმარჯოს. მოვიდა. ერთი ზადღერძელო მათქმენი ზეგო რა. მოიცა კაცო. ათქმევია კაცო. მოიცა კაცო ეგ როგორ იქნება? აგი რა მაგივით ერთი ზადღერძელო მათქმენი. მოიცა კაცო როგორ რა? ეგრე იცის ხოლმე. კარგია მართლა. ერთი რა მოხდა? აჰა, კარგი, მიდი, მიდი. სომხეთისნაირი ქვეყანა სოფლიოში არ არსებობს. შენ რა იცი შენ მამაცაღლოში. სომხეთი ნამყოფიც არ ახარ. კარგი რა დამაცადე რა. კარგი, მიდი. აი მე რა. ჯერ ერთი წამიკითხავს. და მოყოლითაც მსმენია. დიახ? ჯერ ის რა თახის? ისა რა ქვია? ეჩმია ძინ. მერე კაცობრიობამ თავისი მეორე ცხოვრება არარატის მთიდან რო დაიწყო. ნოეს კიდობანი. მოკლედ. ერთი ნაკლი რო არ ქონდეთ, არა? ზიაგიო? პირველი ქვეყანა იქნებოდით რა. რა ნაკლი? სხვა რა გაქვს ზიაგეორქა რა. სხვა გაქვს. აი ეს რაც მართალია. კარგი ხლა. მე რა მოხდა? არა უშავს. სევანი ხო გაქვთ? სევანი. აბა სხვა არის, მაგრამ სევანი რანაირი ზღვა არის ბიჭო. აი ერთი პორტი არ აქვს. მე რა მოხდა? თქვენ წაიღეთ და ააშენეთ ერთი პორტი და დაარქვით სევანსტოპოლ. ვაი. აი ეგახართ, აი ქართველები, აი ეგახართ. გაუმარჯოს. გაიდა. ოდით ახლა ჩვენს დავრით. ეხლა რო გითხარით. ვალი დამჩამეთ. არ ფიქრობ თქვენ რომ ფული მართებს. მაგრამ მართებს რაღაცა. სიყვარული მართებს. მართებს. აკი უხდი კიდეც.
ნეტა ვინმე მე გადამიხდიდეს ეგრე ვალს. აცხონოს. გიორგას სონა იყოს. ალბათონ ანიკო ქალბატონო ანიკო ქალბატონო ანიკო რა იყო გეო? მიტო სახშია სახში თხოვეთ ერთი ცოტა ხნით მოიცალოს და ეზოში ჩამოვიდეს ჩადი ბიჭო, მგონი რაღაც ფარცაგია გეურქას თავს. რაზე შეატყო? რაღაც ადამიანურად და საწყლად დამელაპარაკა. არა, ზეი. აგიმართ. დაჯი დღეს თეთრებით უნდა გეთამაშო ბიჭო. კონიაკზე. მოვიგებ, წავაგებ. ევყიდულ. აბუსახარ. აბუსახარ. ერთი მაგრად უნდა დავთვრე ბიჭო. სხვა სესიების საქმე როგორ არის მიტო? ვიცი, არის რა ზიაგეო. ჯერ დამწყებია. აიც როგორ ატყობ? ვიცი. ჩემი დევიზი ხო იცი რა ზიაგეო. სამიანი და ჯამთელობა.
სწორად იცი. სწორად. ძირი სულებს რატო არით? წერა კითხვა ხوار დავიწყე. ანდეს დათრობა მაინდა-მაინც კონიაკით რატო გადაწყვიტე? ვინო არ გათრობს თუ რა? აზრი არ აქვს, ბიჭო. აზრი. კონიაკი დათრობაზე იმიტომ გადავწყვიტე, ბიჭო. კონიაკი სატანის მოგონილია. კაცის გამოთიშვა იცი. ღვინო ეთილშობილია. ღვინო ღვთიურია. ძეგე ეგ მართალიც ვთქვი? აი ესეთი განსხვავებაა ღვინოსა და კონიაკში, როგორც ცასა და დედამიწას შორის, არა ძეგე ვარ? არა. ეგეთი შედარება მეორედ არ მოიყვანო, მიტო. ცასა და დედამიწას შორის არავითარი განსხვავება და მანძილი არ არის. ისევე როგორც სხეულსა და სამოსელს შორის. ცა დედამიწის სამოსელი. დედამიწა ხომ თვითონ ცაშია, ანუ სამყაროში. სამყარო ღმერთია. ღმერთი კი რა არის, ბიჭო? ღმერთი მიტო ის მარადიული რაც ყველაფერშია. და ყველაფერი ის რაც თავად არის განივთებული მასში. გასაგები აი გადაიგე, ყველაფერი ვერ გავიგე რა. ხო. ეხლავე გაიგე. დამბრუნე რა. დამბრუნე ძეგე ვარ. აჰა. დღეს მოწვალების დღეა, ბიჭო. ძეგე ვარ. სალამი ჩიტუნებო სიმონო სიღარულისა პულჯერელო ხვავილებო კეკლუც გაზაფხურისა გულჯერელო ხვავილებო კეკლუც გაზაფხურისა ღმერთივით ამ ღერიძე აგეურგ. ღმერთივით. ამდენხან სად იყავი შე დალოცულო შენ, ა? ეს რა კარგი რამე თქვი, ბიჭო. რა, ძეგე.
ღმერთი ვითა მღერი. ღმერთის სიმღერა ვინ გაიგონა, მიტო? იცი ნედა მართლა თუმღერის ღმერთია გეორგ. თუმცა ვის უნდა უმღეროს, როცა მთელი ქვეყანა მას უმღერის დაუგალობს, არაზეა გეორგ? ღმერთი თუ ვინმეს უმღერის, ბიჭო, ალბათ სამყაროს უმღერის. როგორი? როგორ და ორ შაურად. თუ სამყარო ღმერთის შექმნილია და შვილია მისი, კიდეც უნდა უმღეროს, აბა რა უნდა ქნას? აბა დედის ნანინას გარეშე შვილის გაზდა როგორ შეიძლება? მიტო რა ვქნა ახლა ბიჭო? რა არის? აი ეგ შენი სულელი დედოფალი მოგიკლა თუ ისევ დაგიბრუნა. გეორგ ერთი მითხრა დღეს შენ სამსახურიდან მოდიხარ თუ ეკლესიიდან კაც? რა იყო? ზიაგე. რაღაცნაირად ახარა დღეს აი. ძალიან ბრძენი ხარ და ძალიან დაღონებული კაც. ზიაგე. ჰა? ისევ დამიძახეს ბიჭო. სადაც ზიაგე? სადა? ეი. ყველობის თაობაზე. აღარ მორჩა. აღარ მორჩა ზიაგე. როგორც ეთყობა, აღარ მორჩა. რა გვარია? რა გვარია და რა გვარია? რაღაც აი სახელი და გვარი ერთად აქვს ბიჭო. ალექსი მესხიშვილი. არა. გოგისვანით? არა. გიგი ბერია. რა უნდა და მშობელ ძალსი? შეხედავ და შუბლზე დიდი ასოები დაწერია. ვხოდა ნეტ.
როგორ ჩავარდი? როგორ ჩავარდი? აკი მოგახსენეთ. ერთმა ქორა სერჟანტმა აი აქ ნავთლუღის სადგურში რო შეგვირეკა ვაგონში. 3 დღის მერე იმ ვაგონის კარები გერმანელებმა გააღეს როსტოვში. თავი რატომ არ მოიგალე? ქონდა რო იარაღი. ან რომ ქონოდა თავის მოკლა. ეგეთი ადვილია შვილო. უნდერელ თანსში რატომ ღეროდე? ქვის კარიერიდან რო ბრუნდებოდით ხოლმე ილაჯ გაწყვეტილი ტყვეების გასამხნევებლად მღეროდ. გერმანელებისათვის მღეროდი. არა. გერმანელებისათვის ჩემს სიცოცხლეში არაფერი არ მიმღერია. არა. თავი უნდა მოგეკლა. ეგეთი სწრაფი და მკაცრი რო ხარ. განა რამდენი წლისა ხარ შვილო? ეგ არაა შენი საქმე. სამდღეში სამივე კითხვაზე ამომწყურავი პასუხი თუ არ გავიცია. მე შენ თავს დააბრალე. ზიაგეორგ. ომით. კარგი რა ზიაგეორგ. ოგენას. კარგი. აი მეორედ რო წახვალ ზიაგეორგ. აი მე წამიყვანე ზიაგეორგ. აუცილებლად, შვილო. აუცილებლად საგიყვან ბიჭო, ოღონდ აი ცხენი, ტურა და პეშკა ადგილზე დადებით. სამივე შენია და რას უპირე? ეს მე ვიცი რასაც უპირე რა ზიაგეორგ. მე ვიცი რა. შეატყვია და რო აგებ და აურიე რა. აი წამიტო. აი წამიყვანე რა. აგი. ერთი წამიყვანე ზიაგეორგ რა. აგიყვან შვილო, მოდი. მოდი მეთამაშე. დაცხვირი ჩამოუშვი ბიჭო, 3 დღე კიდე წინა გვაქვს. მოდი. აი ყურე. აი. სულა ჩავიწერე. აჰა.
მოდი ბიჭო. კარგი და ძიაგი ვქრა. კარგი რა. ის როგორ იყო მიტო? გამოცდაზე რო გახვედი და რო გკითხეს. მარქსის კაპიტალი ვინა თარგმნაოდა? ენგელსმა ბიჭო რო უთხრა. მოგევი ერთი, მოგევი. ეგრე იყო რა, ეგრე იყო. მიტო. ბიჭო. რა ძიაგი? გონი მორჩა ბიჭო. ყველა ძიაგი! ძიაგი! ასტვაც. ინჩუ ჰამა. წინა თაკ. სოფელი იყო. სად აქა? ხო, აი აქ სოფელი იყო. აი აქ მე ბაღი მქონდა. მაგ ისა. შენახედა სასუბელში გადასახვდით. გავრბივარ და მოგზდებს შუბერძაღლი. არტაშ. რა შეძამ? ჰა? ცეცეზე. ხო. არტაშ ბიჭო. ამე. ეხლა სახელთაზე გეტყობა და სახელზე რა სომეხი ხავდა. სომხური თუ იცი? მარ სომეხი ვარ, სომხური არ ვიცი. მე კი არა. თედომაც იცის? კი. ციტრას მეგო. მომეჩვენა რომ ძიაგი ორქამს სიკვდილის წინ ვერც უთხრა რაღაცა. რა უთხრა? ასტვაც ინჩუ ჰამარ. რაო? რა უთქვამს? ღმერთო რისი გულისთვისო